მოგესალმებით ჩემო მეგობრებო და გამომწერებო. კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება ჩემ არხზე. ჩემი არხი, როგორც მოგეხსენებათ, ეხმარება ადამიანებს გაიგონ პასუხები ფაქიზის სივრციდან, ეს არის ტაროს პასუხები და ასევე გავერკვეთ ფსიქოლოგიურად ბევრ ისეთ საკითხებში, რაც ჩვენთვის გაურკვეველია. მე ვეხმარები ადამიანებს, როგორც ხედავთ, მაგ უკვე რამოდენიმე წელია ეს არხი. მყავს როგორც თქვენი სახით გამომწერები, მსმენელები, მაყურებლები, ერთგულები, ასევე პირადშიც ვიღებ კონსულტაციებს, როგორც ვიდეო ლაივით, ასევე კითხვები აქვთ, რამოდენიმე კითხვა მაქვს, წერენ და კი ბატონო, კითხვებითაც შეიძლება, უბრალოდ უნდა ვიცოდე კონკრეტულად ადამიანის სახელი და ასაკი და რა თქმა უნდა თქვენიც, რომ დაუსვა კითხვა შესაბამის ტაროს, ხო? კარტებს, იმიტომ რომ ეხლა ეს არის ტაროდან მიღებული პასუხები, ანუ ფაქიზის სივრციდან, სამყაროდან, რომელსაც მე გაწვდით თქვენ, ხო? მე მგონი გაუგებარი ამაში არაფერია. ნათელმხილველი და ვანგა ჯერჯერობით არ ვარ, არასულ ვარ იმ საფეხურზე. ხო. და ჩემი მიზანია უბრალოდ ადამიანებს დავეხმარო, ხო? როგორც ფსიქოლოგთან რომ მიდიან ადამიანები, ხო მიდიან, რომ უჭირთ, რომ უნდათ გაერკვან თავიანთ პირად ცხოვრებაში, საერთოდ ყველაფერში, ხო, რაღაც პრობლემები რო აქვთ. იცლებიან, საუბრობენ, ფსიქოლოგი usmens, აძლევს შესაბამის კვალიფიცირებულ რჩევად არიგებას და შემდეგ რაღაცნაირად ეხსნებათ და შვებას ღებულობენ ეს ადამიანები, ხო? და ეს მომსახურეობა, რა თქმა უნდა, ფასიანია, მაგრამ არის გამონაკლისებიც ახლა, როცა უჭირს ძალიან ადამიანს და არ აქვს შესაძლებლობა, რაზეა საუბარი. ეხლა რისი თქმა მინდა მე? როგორც ეზოთერიკოსი და ენერგოთერაპევტი შეიძლება ითქვას და დიდი ხანია ენერგიებთან უკვე მაქვს შეხება ჩემი ცხოვრების განმავლობაში და ადამიანებს ძალიან კარგად ვცნობ, მინდა გითხრათ, რომ სამყაროს აქვს თავის კანონები, ჩემო კარგებო. და აქ დედამიწაზე მატერიალურ ქართულ აი ამ წყობაში, ხო? მოქმედებს ესეთი კანონი, რასაც გასცემ, იმას ღებულობ და არის ეს აღებ-მიცემის აი ესეთი კანონი. ტაროთ შესაბამისად, ხო? მე ხო არ გაძლევთ, გაწვდით ინფორმაციას, მე უბრალოდ ვარ შუამავალი. კარტი გაძლევს ინფორმაციას, მე როგორც წამკითხველი ამ შემთხვევაში, ხო, ამ ინფორმაციის გადმომცემელი ვარ თქვენთვის. მე არაფერ შუაში არა ვარ. ნახეთ? უბრალოდ ვარ გამტარი, შუამავალი ადამიანი, ხო? ეხა რისი თქმა მინდა, ხო? ყველაფერს გადახდა უნდა. როცა რაღაცა მაგიური ჩარევაა, ხო? თავისუფალ ნებაზე. ნახეთ, პირველი კანონი სამყაროსი რას გრძალავს? თავისუფალ ნებაში ჩარევას. ანუ რას ნიშნავს? რომ შენ ადამიანს, ესე იგი, არ ხიბლავ, არანაირად არ მოწონხარ, არანაირად ჩვენთან, ესე იგი, რა ვიცი, ან გაბრაზებული, ან გამწარებული, ან დაშორებული, ან რა ვიცი რა, ხო? ყველა სხვადასხვა სიტუაცია გაქვს და მიდიხარ ვიღაცასთან, რომ გინდა რომ ეს ადამიანი, ესე იგი, მოაბრუნო, მოიყვანო. და მით უმეტეს იმ ადამიანს თუ ყავს ოჯახი. ხო? გასაგებია, რომ შეიძლება ვნება აქვს იმ ადამიანს და გრძნობა აქვს და შენ, ესე იგი, მისთვის არ ხარ, გულგრილი არ არის შენს მიმართ, მაგრამ ქრისტიანული თვალსაზრისით, ხო, ცოდვა არის და შენ ფაქტიურად ცოდვაში აგდებ იმ ადამიანს, შენი მაცდუნებელი, ასე ვთქვათ, საქციელით, ეს ერთი და მერე მეორე, როცა მიდიხარ განზრახ და აკეთებ რაღაცას, ჩხიბაობა, მაგობა, რა ვიცი, ჯადობაზობა, რას ეძახიან კიდე. მის ენერგოველში, ესე იგი, შენ იჭრები, რის უფლებაც არ გაქვს აბსოლუტურად, არავის არ აქვს ამის უფლება. იმიტომ რომ ჩვენ რომ მოვევლინეთ უკვე ღმერთმა ყველა ადამიანს მოგცა ეს თავისუფალი ნება.
და ამ კანონის დარღვევა იმ ძალამაც ძალიან კარგად იცის, რომ არ შეიძლება. და შენ ესე იგი მიდიხარ იმ ძალასთან, ასე ვთქვათ, კონტრაქტს დებ, ხო? გარკვეულწილად ესე გამოდის, შემკვეთი ხარ და გინდა რა ფასადაც არ დაждდეს და ამ ადამიანის, რა მნიშვნელობა აქვს ვისი და როგორ ხა ყველა სხვადასხვა სიტუაცია აქვს მოყვანა, ხო? ანუ წარმოიდგინე ხა იმ მეორე ძალას, ხო? შენ ვისთანაც, განზრახ მიდიხარ, თავისუფალ ნებაში იჭრები და არ ღვევ პირველ რიგში სამყაროს კანონს, დავანებოთ სხვა ცოდვას, იმას, ამას თავი, ხო? და მოიყვანს კი ისე არა როგორც შენ გინდა, მაგრამ მოიყვანს. წარმოიდგინე მერე შენ უნდა გადაუხადო აი მეორე ძალას და ეს გადახდა ფული არ არის, ერთია რომ შენ იმ შემკვეთთან მიხვედი და რაღაც გარკვეული თანხა გადაიხადე და რაღაც იმ მომსახურებობის ეს გასაგებია. მაგრამ გარდა ამისა, ხო? ის ძალა აი როგორც გინდათ ისე გაიგეთ რა. აი როგორც გინდათ, როგორც გესმით. მე მგონი გარკვეულად გიხსნით. არსებობს და ის ხვანაირად მოქმედებს, ჩემო კარგებო და იმას ფული არ ჭირდება, იმას უნდა სხვა რამე და ის მერე თქვენგან წაიღებს ან მოგივლენთ ავანტყოფობას, ან მოგივლენთ ფინანსურ რაღაცა მატერიალურ კრიზისს, ან ვალებს, ან თქვენთვის საყვარელ ადამიანის თუ გყავთ შვილები, ჯვარი წერიათ, მათ რაღაცა განსაცდელს, რო შენ დაიტანჯო, ნახე, ის იკვებება ნეგატიური ენერგიით. მას სჭირდება შენგან ტკივილი, დარდი, მწუხარება, განრისხება, სასოწარკვეთა შიში და რა ვიცი კიდე. აი ეს ნეგატიური ენერგია, რითიც იკვებება ის მეორე ძალა, მას იმის მერე რომ შეასრულებს, ასე ვთქვათ და რაღაცნაირად მოგიყვანს იმ სუბიექტს, მერე შენ ბედნიერი არ იქნები. რატომ? რაღაცა ისევ აირევა, რაღაცა ისევ მოხდება და ეს ადამიანი ისევ წავა, იმიტომ რომ არ დარჩება, ეხა მარადიული არაფერი არ არის, ხო? ასე ძალით მოყვანილი ადამიანი არ დარჩება. და ისევ ჩაგაგდებს უფრო უარეს მდგომარეობაში. და როგორ მდგომარეობაში? ფსიქოემოციონალურ მდგომარეობაში, რაც საერთოდ ადამიანებს ურევს ტვინს. და შეიძლება, ტვინარეული ბოლოს შიზოფრენიით თავდება ეს ყველაფერი. მე უბრალოდ ეხა გეუბნებით იმას, რაც არის კანონებს, სამყაროს კანონებიდან გამომდინარე გიხსნით. შეიძლება ძალიან ბევრმა არ იცის და გონია ეს მაგია თამაშია და არიქა ეხა მოვეწონე იქ რაღაცა და მოდი მივალ იქ რაღაცა ვიჩხიბავებ, ვიჯადობაზოებ რაღაცა, ხო, გესმით არა? ადვილია კი ეს ერთი მხრივ და სასაუბროდ და სალაპარაკოდ, მაგრამ ვინც ამას გააკეთებს, მთელი პასუხისმგებლობა მერე თქვენზე გადმოდის და ის რაღაც ძალა არ გეხსნებათ, გესმით? და მერე იმას სისტემატიურად უნდა ყვებო შენ, ოღონდ უარყოფითი, რით? შენი ტანჯვით, შენი გამწარებით, შენი ტირილით, შენი სასოწარკვეთით, შენი შიშით, შენი ნერვიული ლობით, შენი ფსიქიურად აშლილობით, სულიერ სიმშვიდეს დაგაკარგვინებს. იმიტომ რომ იქ უკვე შემოდის ის ძალა, რომელიც არის ნეგატიური, რომელიც არის უარყოფითი, რომელიც არის დაბალ ვიბრაციული. ის ვერ ეკარება სიწმინდეს, ის ვერ ეკარება სიმშვიდეს, ის ვერ ეკარება სიყვარულს. და ეს ყველაფერი გაგეცლება, როცა იმასთან მიდიხარ შენ განზრახ, ასე ქვია, კონტრაქტს დებ და ასე ვთქვათ, ეთანამშრომლები, ხო? ხო და გამოსავალი რა არის? მე ეგზარქოსი არა ვარ და არც წმინდანი ვარ და არც სპეციალისტი ვარ, რომ ვთქვათ, შემეძლოს შეპყრობილების, ხო, რა ქვია,
მაგრამ ერთადერთი შემიძლია ჩემი პრაქტიკიდან და გამოცდილებიდან გირჩიოთ ლოცვა, ეკლესიაში მისვლა, სასწრაფოდ ზიარება და გაწმენდვა. ოღონდ არა იმ ისევ მჩხიბაობით, არამედ კლასიკურად, ანუ მართლმადიდებლურად, თუ რა თქმა უნდა მართლმადიდებელი ხარ და არ ხარ რაღაც სხვა რელიგიის წარმომადგენელი. მე არ ვიცი სხვა რელიგია როგორ იმათაც რაღაც ლოცვები აქვთ, ხო? და ყველა ღმერთს თხოვენ, ღმერთი ერთია, მაგრამ ჩვენ უპირატეს ის ვართ, რომ მართლმადიდებლები ვართ, ანუ მართალი რწმენის მადიდებლები ვართ, ხო? ხო და რა ვიცი, ხა აი თქვენ გადაწყვიტეთ რა ფასად გიღირთ და თუ გინდათ საერთოდ აი ესეთი მომენტი, ანუ უბრალოდ მე ხა ჩემ აზრს გადმოვცემ, ნახე არავის არ ვახვევ მე ჩემ აზრს, მე გეუბნებით და გაფრთხილებთ. რა შედეგები შეიძლება მოყვეს იმ ანუ იმასთან კავშირს და ვინც არის და ხართ ჯვარი გწერიათ, ხო სიტყვაზე ვიძახე, ბევრი მიყურებს. დაკავშირებული აი ასეთ ამბებში, გირჩევთ მე მართლა რომ მოინანიოთ, მიხვიდეთ, არა აქვს მნიშვნელობა ასეთია ის მამაო, ისეთია, იმას მოეთხოვება, ისიც ადამიანია, ისიც ცოდვილია, მაგრამ აღსარების საიდუმლო არის ღმერთიდან, იქ ღმერთი მონაწილეობს და ის შენდობის ლოცვა, რომელიც იკითხება, ის ღმერთი კითხულობს, ის ოლარი, რომელიც მამაოს აცვია, ის ღმერთიდან მინიჭებულია, იმიტომ რომ მე როცა ხდება იგივე იმ მღვდლის, იმ მამაოს გაყვანა, ხო? განსხეულება, ანუ ფიზიკური სხეულიდან რომ უნდა გადავიდეს უკვე, ხო? და იმას ის სხეული, ხო? და სული როგორც ყველა ჩვენთაგანს, მასაც რა თქმა უნდა განიკითხავენ და შეხედავენ როგორ ცხოვრობდა რანაირად და მისი ცოდვების მიხედვით მას იმ ადგილს დაუმკვიდრებენ როგორ ცხოვრობდა, მაგრამ ის ოლარი და ის წოდება რაც ჰქონდა, ნახე, ის წმინდა ანგელოზურია და ის ადის ზეცაში ეგრევე, ეხსნება სხეულს და სულს უბრალოდ. იმ მომენტში, ანუ არის ძალიან ბევრი რაღაც ნიუანსი, რომელიც შეიძლება თქვენ, უბრალოდ არ იცოდეთ. ხა ძალიან ბევრი მამაო მეც არ მომწონს და მეც ახლა განკითხვაში ჩავარდნილ ვარ, შემინდოს და მაპატიოს უფალმა. მე თვითონ ცოდვილი ვარ. რა ვილაპარაკო სხვაზე, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს დიდად. ის თავის რიტუალს აკეთებს ღმერთიდან, ანგელოზები იქ არიან და ღმერთი მონაწილეობს წმინდა აღსარებაში, შენდობის ლოცვაში, იმ წმინდა ზიარებაში ამბიონიდან. და იწმინდება ადამიანი, ამიტომ არის ეს, რომ ბოროტი ძალისგან გაიწმინდოს ადამიანი. და ეს არის პირველი, ერთადერთი, უტყუარი და მართალი და 100%-იანი, რაც გიშველის და გამოგიყვანს აი ამ ჯადო ბაზურ რაღაცა არ ვიცი კიდე რა დავარქვა მდგომარეობიდან. თუ მომისმინეთ, მადლობა. ცოტა გრძელი გამომივიდა ალბათ შესავალი, მაგრამ უნდა მეთქვა მე ჩემი სათქმელი, აი იმისთვის ვარ აქ და იმიტომ ვაკეთებ და იმიტომ ასე ვთქვათ, მაქვს ეს YouTube-ი, რომ რაღაცნაირად ბევრმა რაღაცები გაიგოთ, ვინც არ იცით და უბრალოდ უნდა გწამდეთ, სხვანაირად ვერ გადარჩებით. ღმერთის გარდა და რწმენის გარდა არ არსებობს სხვა არანაირი ძალა. არანაირი არსებობს კი, მაგრამ ვერანაირი სხვა ძალა ვერ გიშველის და ვერ დაგიცავს. ანუ იმის თქმა მინდა, იმიტომ რომ აღმატებულია. უფალი აღმატებულია ყველაფერზე. დიდება მას. ეხლა ავიღე ეს ორი დასტა და ჩაიფიქრეთ, აი ხა ესეთი კითხვა შემოვიდა, აინტერესებთ ჩაფიქრებულ ადამიანს და როგორ აინტერესებთ, ანუ გინდათ ორივე ჩაიფიქრეთ, გინდა ცალ-ცალკე ვნახოთ უბრალოდ ტაროს პასუხები. ეს არის The Old Style Tarot Card
და ეს არის The Witch's Garden. სხვადასხვა ენერგეტიკის პასუხები. პირველი, მეორე, გინდათ პირველი ჩაიფიქრეთ, გინდათ მეორე ჩაიფიქრეთ, გინდათ ორივე ჩაიფიქრეთ, უბრალოდ აქ არის კითხვა, აინტერესებთ თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს და თუ აინტერესებთ, როგორ აინტერესებთ და რა ვიცი, აი ჩაიფიქრეთ და დავიწყეთ პირველი პოზიციით. ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს და ვინც ჩაიფიქრა კონკრეტული ადამიანი, მათთვის არის საჯარო გაშლა არის. აინტერესებთ თქვენთვის ჩაფიქრებულ საინტერესო ადამიანს, ვინც თქვენ გაინტერესებთ ეხლა ამ მომენტში. აინტერესებთ? და როგორია ეს ინტერესი? ეს ადამიანი მალავს თავის გრძნობებს, რა თქმა უნდა, ინტერესი არის ცალსახად, რაზეა საუბარი. ინტერესზე მეტიც არის თქვენ მას რო იტყვიან სტიმულს აძლევთ, რო გიყურებთ უხარია. კაცად გრძნობს თავს, გამარჯვებულია, თქვენში ხედავს ნამდვილ ქალს, გახსნილს, ლამას, ასევე ყველანაირად უზრუნველყოფილს. აქ ფიქრები და მომავლის გეგმები, რა ვიცი, ოცნებები ესე ვთქვა თქვენზე, მაგრამ ეხლა აქ რაღაცა დაბრკოლება, აქ ამოდის ვიღაც ქალი, არ ვიცი, მას თუ ყავს ვინმე, თუ არ არის თავისუფალი, თუ არის თავისუფალი, მაშინ თქვენ ხართ, თქვენ მოიაზრებით მის გულში. რუნები რას გვეტყვიან? კი ბატონო, მამაკაცური ენერგია ამ ადამიანს უნდა სიახლოვე თქვენთან. სამართლიანად, ანუ აქ გამარჯვების კარტი ამოვიდა და რუნაც იგივეს მეუნება, აი გამარჯვებულია ეს ადამიანი, ხო? ლიდერად, მამაკაცად, იულიუს კეისრად, ხო? აღიქვავს თავის თავს, არ ვიცი, აი ტრონზე რო იტყვიან. იმდენად აღმერთებ და რაც თავარია, გაღმერთებ თქვენ. ეს მეტაფორულად ნათქვამი. ეხლა ამოვიდა აქ მზე მთლიანობაში, რომ ათბობთ თქვენ ამ ადამიანს და ნამდვილად დადებითი კარტია, უბრალოდ გაურკვევლობის კარტი ამოვიდა. ანუ თითქოს მალავს ბოლომდე არ გიმხელთ ამ ყველაფერს. არ გიმხელთ და მაშინ როგორ აინტერესებთ და როგორი ინტერესი აქვს ამ ადამიანს, ხო? როგორი ინტერესი აქვს? პირველი ვარიანტი. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანი არის ძალიან დაკავებული. რაღაც სიტუაცია აქვს არეული მის ცხოვრებაში, ეს არის საჯარო გაშლა და ეხლა ასე ერთი კითხვით ვერ გეტყვით რა, მაგრამ პრობლემებშია. ძალიან დიდი ტვირთი აქვს საზიდი. აქ კი ამოვიდა ქალი, შეიძლება ოჯახი ყავს. ან პარტნიორი. ყოველ შემთხვევაში ამოდის სტაგნაცია, რაც მსხვერპლ შეწირვის მნიშვნელობის, ანუ თითქოს მსხვერპლ შეწირულია მის სიტუაციაში, მის პირად ცხოვრებაში, იმდენად დიდი ტვირთი აქვს და ამიტომაც ამოვიდა მთვარე დასაწყისშივე, რომ მალავს და ვერ ამბობს ამას და აქ ნახეთ დაფარული, ანუ კარტი ამოდის მაგიის. აქაც ამოვიდა დაფარული, აქაც ამოვიდა დაფარული. ან რაღაცა არის მაგიური ამასთანაც, ან და უბრალოდ მალავს, იმიტომ რომ აქ არეული სიტუაცია, ანუ ძალიან არეული სიტუაცია. თუმცა ის, რომ თქვენს მიმართ აქ გრძნობები, იმედები, დაბრკოლებები აქაც ამოვიდა, გიყურებთ მომხიბვლელ ქალად, აღგიქვავთ და ძალიან მოწონხართ, კი ბატონო, ეს ამოდის და ამოდის ასევე რუნებშიც ძალიან აქტიური კარტი, მამაკაცური კარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სუგუბა რო იტყვენ მამაკაცურად დაინტერესებულია. კი ბატონო. ეს იყო პირველი ვარიანტი. ეხლა ვრცლად, ნახეთ, ძალიან ალაფა იმას ვერ გავაკეთებ გაშლას, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა სიტუაციები გაქვთ და თვითონ
იმ ინფორმაციას, რასაც გადმომცემს, ხო, კარტი და ფაქტიურად კარტიდან ვიღებ, ხო, ეს არის საინფორმაციო ენერგო სივრცე, მერე გადმოგცემთ თქვენ და აქ ეხა ბევრი რაღაც ნიუანსებია, რასაც ეხა ესე საჯარო გაშლაში, ანუ ვერ წაგვიკითხავ, ხო? იმიტომ რომ არის ბევრი ვარიანტები. სათქმელად, მაგრამ თუ ოდნავ მაინც რაღაცა, ხო? რეზონირდა, მადლობელი ვიქნები თუ მომწერთ და დამილაიქებთ. ეხლა მეორე ვარიანტი. გადავედით The Witch Garden Tarot card. აინტერესებთ თუ არა იმ ჩაფიქრებულ ადამიანს, ვინც თქვენ გაინტერესებს. საჯარო გაშლა და არის იმათვის, ვინც ეხლა მიყურებს მე. ტარო სალიელი. დამილაიქეთ, მომწერეთ კომენტარი. ძალიან გამიხარდება. ენერგო გაცვლა თქვენგან. სამადლობელი. თქვენთვის საინტერესო ადამიანს. აბა, აინტერესებთ ჩაფიქრებულ ადამიანს. და როგორი ინტერესი აქვს მას? აქ ამოდის ცივი გონების ადამიანი, რომელსაც აქვს გეგმები სამომავლო თქვენთან მიმართებაში. ძალიან გულდაწყვეტილია, ამასაც რაღაცა დარდი აქვს. რამხელა დარტყმა აქვს, მიუღია რაღაც დარტყმა, დიდი. დაანგრევა, შეიძლება ქონდა ურთიერთობა, ან თვითონ ურთიერთობაში აქ ეხა რაღაცა ძალიან დიდი სკანდალი, დაანგრევა, პრობლემები და გაციებულია. ეხლა ამ წუთას ეს ადამიანი, ანუ შეიძლება კონტაქტიც არ გამოდიოდეს, იმიტომ რომ რაღაც პრობლემებშია, ესეც ოღონდ ამას აქვს უკვე პირადი პრობლემა, სადაც ამოდის ოჯახი, დაანგრევა. თუმცა ეხლა აქ ოჯახს რომ მას ყავდეს ვერ ვხედავ, სამუშაოს კარტი ამოდის, შეიძლება ფინანსურად არის ეს დაანგრეული. ფინანსური პრობლემა აქვს, კრიზისია, რაღაც ვალები აქვს და სახლთან დაკავშირებული რაღაც სიტუაცია აქვს. კი ბატონო, კი. ფინანსური პრობლემა აქვს, გადავამოწმე და ანუ ფინანსური პრობლემა აქვს და ეხლა მთელი გონება, მისი და ფიქრები არის ამ სიტუაციაში, ამიტომ ამოვიდა ესეთი კარტი რა. სტაბილურობა შერყეული აქვს და ამიტომ 50 ამოდის გრძნობები, გაციება. თუმცა ინტერესი არის. მაშინ როგორ აინტერესებთ ამ ადამიანს, რა ინტერესები აქვს ეხლა თქვენს მიმართ, ვინც მეორე ვარიანტი ჩაიფიქრა. ეხლა ამჟამად რა ინტერესები აქვს. ნუ ეხლა აი რა გითხრათ, ამოდის სამყაროს კარტი. შეიძლება შორს არის ეს ადამიანი თქვენგან. შეიძლება რაღაც ქალაქებით, მანძილით დაშორებულები ხართ. არის ძალიან დიდი დარდი, ძალიან დიდი შიში, ძალიან დიდი შფოთვა, ძალიან დიდი ნერვიულობა. თქვენთან მიმართებაში და წასვლა, გასვლა. ნუ მოკლედ მეორე ვარიანტს სახარბიელო არაფერი არ აქვს, კარგი, ჯერჯერობით დიდი პრობლემები აქვს. აქ ამოვიდა ისეთი კარტები, რომ ნუ არც მინდა რომ ვთქვა. მაშინ მე დავამატებ თუ გამოვა ამ პრობლემებიდან. ნუ ტოტალური კრიზისი აქვს რა, სადაც არის თუ არის შორს, სხვა ქალაქში არაფერი არ გამოსდის და ნუ ძალიან დიდ სტრესშია და ნერვიულობაში, რომ ვერაფერს ვერ აკეთებს. აბა თუ გამოვა ამ პრობლემებიდან. ვერა. ჯერჯერობით ვერა, ანუ ისევ სიშორეს სხვა ქალაქს, მანძილს, სხვა ქვეყანას მაჩვენებენ და ჯობია დროზე წამოვიდეს იქიდან. ხო. თუ იქ არის, თუ სხვა ქვეყანაშია, კარგი ვარიანტი იქნება თუ იქიდან წამოვა, იმიტომ რომ იქ ვერაფერს ვერ გააკეთებს. სრული კრიზისი ამოსდის იქ. დავეკითხოთ რუნებს. მეორე ვარიანტი. აინტერესებს ამ ადამიანს, ვინ ჩაიფიქრა. კი ბატონო, თვითონ ამოდის აქ მგზავრობის რუნა ამოვიდა. ტრანსფორმაცია, რაღაც, ნუ ეხა დიდი პრობლემები აქვს და ფაქტია ტრანსფორმაცია.
და ამოვიდა გზა, ტრანსპორტი, მანძილი, ანუ the change, ანუ პირდაპირ ამბობს რუნა, შეიცვალოს ადგილმდებარეობა იქ, დარჩება, იმიტომ რომ ტოტალური კრიზისი და ვალები, ასე ვთქვათ. კარგით, სხვა აბა რითი დაგაიმედოთ ინფორმაცია, რაც მოდის, იმას გეუბნებით, ხო? მაგრამ მაინც ვინც გაინტერესებთ, მეორე ადამიანი თუ გამოვა თქვენთან კონტაქტზე ან რაღაცა ამბობს თუ გაიგებთ მისგან ამ ახლო მომავალში. ვითომ საქმეზე გამოდის, მაგრამ ინტერესი დიდი აქვს, აინტერესებთ თქვენ, თვითონ ეხა როგორც განდეგილი ისია, გასულია, გარიყულია, მაგრამ კონტაქტი იქნება კი. მაინც დასჭირდებით, იმიტომ რომ არ ვიცი, ხა რა სიტუაცია გაქვთ, რა ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ რაღაცას მაინც გეტყვით ეს ადამიანი. შეიძლება ისე დაგეკითხოთ რჩევას, ან არ ვიცი რას, ყოველ შემთხვევაში კონტაქტი იქნება. მოკლედ, თუ მოგეწონათ, თუ ცოტათი მაინც რეზონირდა, თუ რაღაცნაირად გულზე მოგხვდათ ჩემი გაშლა თქვენთვის და ეს ინფორმაცია, რომელიც გადმომცეს ფაქიზის სივრციდან დასტებმა და მილაიქეთ, მე ძალიან გამიხარდება, თქვენიცი დროებით და წარმატებას, ბედნიერ და მშვიდობიან ცხოვრებას გისურვებთ. თქვენიცით გეპოვნოთ თქვენი, ასე ვთქვათ, სიყვარული. დროებით!